მოგესალმებით, საქმის კურსი იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. დღის მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტ ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. მარტში თბილისში ბინების გაყიდვების შემცირდა, თუმცა ფასების ზრდის ხარჯზე უძრავი ქონების ბაზრის ზომამ $253 მილიონ გადააჭარბა, რაც წლიურად 17%-იანი ზრდაა. კოლიერს ჯორჯიას მიერ განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ტრანზაქციების ჯამური მაჩვენებელი ძირითადად ძველ პროექტებში ბინების გაყიდვების შემცირებამ განაპირობა. რეკოვჯიზე გამოქვეყნებული მარტის მონაცემებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4,2%-იანი ზრდა ფიქსირდება. გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ, რაც ართულებს პირველადი ბაზრის ზუსტი სურათის აღქმას. ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია 2024 წლის მარტთან შედარებით მაჩვენებელი 15,5% არის შემცირებული. აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები. როგორ შეიცვალა ბინების გაყიდვის ღირებულება და რა ტენდენციებია ბაზარზე, სადაც ბინების რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დეველოპერებმა შიდა განმარტების შეთავაზებები გააქტიურეს, თუმცა შუბაშვილი არკვევს თემის დეტალებს და შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში წარმოგვიდგენს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ერთ მსესხებელზე გაცემული მიკროკრედიტის ლიმიტი გაორმაგდა. კანონში შესული ცვლილებით მისოების მიერ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაიზარდა. კანონში შეტანილი ცვლილებებითვე საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. კერძოდ უზრუნველყოს მიკროსაფინანსო სექტორის ზედმეტი რისკებისგან დაცვა, რაც მათი უსაფრთხო საქმიანობის წინაპირობა იქნება. სეფში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს. მიკროსაფინანსო სექტორი არ არის დიდი, თუმცა საკმაოდ ფართო საფინანსო პროდუქტებს თავაზობს სექტორს. დღესმოქმედი კანონმდებლობით მიკროსესხის მაქსიმალური ზომა 100,000 ლარი იყო, გაიზარდა 200,000 ლარამდე. ეს ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესს და მომხმარებლებს შეიმუშაონ ახალი პროდუქტები, განავითარონ თავიანთი წარმოება, ხოლო მიკროსაფინანსო სექტორს თავის მხრივ ხელს შეუწყობს იმაში, რომ ახალი სერვისები შესთავაზოს თავის მომხმარებელს. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება მიკროსესხთან დაკავშირებით მიიღოს გარკვეული მოთხოვნები, რაც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხო სესხის გაცემას, ასევე რისკებში ამცირებს მიკროსაფინანსო სექტორში. ქართული ოცნება საპარლამენტო საქმიანობის წესებს ცვლის. 1 ივლისიდან ძალაში შედის პარლამენტის რეგლამენტებში ცვლილებები, რომელიც ახლებურად არეგულირებს თანამდებობის პირის არჩევას, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნას, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, პრეზიდენტის არჩევასა და თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხებს. პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელი შეეცვლება. ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას კი პრეზიდენტი აღარ გახსნის. ცვლილებები შეეხება პარლამენტის სათათბირო ორგანოებსაც, გაუქმდება გენდერული თანასწორობის, ღია მმართველობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივ მოქმედი საპარლამენტო საბჭოები, რომლებიც წლების განმავლობაში საკონსულტაციო ფორმატით ფუნქციონირებდნენ. კომიტეტი აღარ იქნება ვალდებული საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სამუშაო შეხვედრების ოქმები. ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად უქმდება მინისტრის საათი, რა ფორმატშიც მთავრობის წევრები წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე გაწეული მუშაობის ანგარიშით გამოდიოდნენ და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდნენ, ხოლო სხვადასხვა ანგარიშ ვალდებული პირების ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება. დაზუსტა საკითხები, რომლებიც კომიტეტების გარეშე პირდაპირ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება. კერძოდ, საკომიტეტო განხილვა აღარ იქნება საჭირო თანამდებობის პირის არჩევის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, პრეზიდენტის არჩევის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების შემთხვევაში. გარდა ამისა, კომიტეტებს აღარ მოუწევს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომლის შედგენა მომზადება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება მათი ყოველწლიური ვალდებულება იყო. პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს 15 საათზე და 30 წუთზე სტუმართან ერთად გავაანალიზებთ. სამართლის სპეციალისტი კახა ურიადმყოფელი შემოგვერთდება შუადღის გადაცემაში.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყო. უწყების ცნობით პირველ ეტაპზე ინსპექტირება თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებში განხორციელდა. დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2 ტონა ნახევარი პლასტიკის პარკი. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი გადაგზავნილია ლაბორატორიაში. თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია. ინსპექტირების პროცესში ჩვენს მიერ აღებული იქნა პარკის ნიმუშები, რომელიც ლაბორატორიული კვლევის მიზნით გადაეგზავნება სახელმწიფო ლაბორატორიას. ამ კვლევის ფარგლებში მოხდება დეგრადაციის ხარისხის დადგენა და ასევე ჩვენ გამოვიკვლევთ ამ პარკებში მძიმე მეტალების შემცველობას. სანქციები განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღოთა კოდექსში, ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით და შეუსაბამო პარკის კონფისკაციას. ამავდროულად თუ კონფისკაცია შეუძლებელი იქნება, ჩვენ მოვახდენთ გადამრავლებას 25 წუთზე იმ პარკების რაოდენობის და ჯარიმა არის საკმაოდ მკაცრი. რა ტენდენციებია ბაზარზე და რამდენად ხშირად ირღვევა კანონი, ანუკა ჯოხაძე გაგვაცნობს შეფასებებს შემდეგ გამოშვებაში. რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი ავიარეისი 3 მაისს შესრულდება. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, სოხუმის მიმართულებით პირველი რეისი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან შედგება. მას ავიაკომპანია UVT Aero შეასრულებს და ბილეთის ფასი 17104 რუბლი, ანუ დაახლოებით 560 ლარი იქნება. ამასთან 6 მაისს ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმში ფრენებს ავიაკომპანია იკარი დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანია ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას როსავიაციამ სოხუმის მიმართულებით ფრენების ნებართვა 2 რუსულ ავიაკომპანიას iFly-სა და Northstar-ზე გასცა. თუმცა აღნიშნული ავიაკომპანიები როდის დაიწყებენ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით რეისების შესრულებას უცნობია. შეგახსენებთ, სოხუმის აეროპორტი 1993 წლის შემდეგ დახურულია. 2023 წლის ზაფხულში კი რუსულმა და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ სოხუმის აეროპორტის აღდგენის შეთანხმებას მიაღწიეს. სატესტო ფრენა მოსკოვიდან სოხუმში მიმდინარე წლის თებერვალში შესრულდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში BMG-ს უთხრეს, რომ სოხუმის ეგრეთ წოდებული აეროპორტის ამოქმედება უკანონოა და უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ფრენას შეასრულებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს დაარღვევს. დონალდ ტრამპი ქვეყანაში მყოფ არალეგალ მიგრანტებს ამერიკის ტერიტორიის დასატოვებლად ფინანსურ მხარდაჭერას პირდება. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ამოქმედება თვითდეპორტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც არალეგალებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკისგან ფინანსური დახმარება მიიღონ ქვეყნის დატოვებისთვის და ასევე პერსპექტივა, რომ მოგვიანებით ლეგალური გზით ამერიკაში შესვლის უფლებას კვლავ მისცემენ. ვაპირებთ მათ მივცეთ ცოტა ფული და თვითმფრინავის ბილეთი, განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა პირობა დადო, რომ ამერიკაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების რეკორდულ რაოდენობის დეპორტაციას დაიწყებს. საქმის კურსი კი ამით დასრულებულია. BMG-ის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ზუსტად 1 საათში დაბრუნდება დროებით.